ასე ვთქვათ, რომ შევაფასოთ მოკლედ, შეერთებული შტატები შეეცადა ესეთი დისკურსულ ხაფანგში მოექცია ამ შემთხვევაში მოსკოვი და დაეთანხმებინა აი მერჯერად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელზეც იყო საუბარი, რადგან შეიძლება ეს სურდა დონალდ ტრამპს საკუთარი გამარჯვების საჩვენებლად და შიდა მოხმარების და არა მარტო შიდა მოხმარებისთვის. მაგრამ ეს მსგავსი დისკურსული პოლიტიკა კარგად იქნა ასე ვთქვათ მოსკოვის მხრიდან წაკითხული და მათ საპირისპირო პოლიტიკა აწარმოეს შეერთებული შტატების მიმართ და ჩვენ შეიძლება ამას დავარქვათ, ეს არის ჩემი მოფიქრებული ტერმინი, ერთ ბრიტანელმა დიპლომატმა ალისტერ კრუკმა ახსენა, ეს არის სტრატეგიული პროკრასტინაცია. ანუ ამ შემთხვევაში მოსკოვი მაქსიმალურად წელავს ამ კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესს, იმიტომ რომ ამჟამად სიტუაცია არ არის ისეთი, არ არის სიტუაცია ისე მომწიფებული, რომ ომი ამ სტატუს-კვო-ით დამთავრდეს რუსეთისთვის. ამიტომ მას არ სურს ამ ეტაპზე ამ კონფლიქტის ამ ფორმით დასრულება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხედავს, რომ არანაირი ესეთი პრაქტიკული ნაბიჯები შეერთებული შტატების მხრიდან არ იქნება, ხო? და ამასთანავე ხედავს, რომ ევროპული მხარე არ გადის ამ კონფლიქტიდან, პირიქით ის საკუთარ წნეხს, საკუთარ პოზიციებს უფრო აძლიერებს და ესეთი დიდი ხელახალი შეიარაღების ესეთი მასშტაბური გეგმაც კი ჩადის. ამიტომ ამ ეტაპისთვის